გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ისტორიულ ფაქტებზე, რომლებიც ძალიან საინტერესოა და დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. თუ მოგეწონებათ ასეთი სტილის ვიდეოები, ხშირად დავდებ ხოლმე. დავიწყოთ. ერთხელ ალექსანდრე დიუმამ მონაწილეობა მიიღო სანაძლეოში, სადაც წაგებულს საკუთარი თავისთვის უნდა ესროლა. წაგებული დიუმა გავიდა ოთახიდან და გაისროლა, შემდეგ დაბრუნდა და გაკვირვებულ სახეებს მიმართა. სიტყვებით სამწუხარო დავაცილე. როლს-როისის ცნობილი სლოგანი 60 მილი საათში სიჩქარის დროს სალონში ყველაზე დიდ ხმას გამოსცემს საათის ისრები და როლს-როისის მთავარი მექანიკოსის არანაკლებ ცნობილი პასუხი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ საათს რაიმე უნდა მოუხერხოთ. 4000 წლის წინ ბაბილონის სამეფოში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძლის მამა ქორწილიდან 1 თვის განმავლობაში თაფლის ლუდს ასმევდა სიძეს. ამიტომ პირველ თვეს ქორწილის შემდეგ ეწოდება თაფლობის თვე. 1911 წელს, როდესაც ალ კაპონე 22 წლის იყო, მისი ოჯახი ვადაგასული რძით მოიწამლა. ახალგაზრდა კაპონეს დიდი ძალისხმევა დასჭერდა საკუთარი თავის და შემდგომ ოჯახის წევრების გადასარჩენად. გასული საუკუნის 30-იან წლებში რძის ბიზნესი ფაქტობრივად უკონტროლო იყო. კაპონემ გადაწყვიტა საბოლოოდ მოეგვარებინა ეს პრობლემა. მან მოახდინა რძის ბიზნესის მთლიანი მონოპოლიზება. ჩიკაგოში. თავიდან მან შეისყიდა რძის ძალიან დიდი ქარხანა. შემდეგ დაიწყეს უპრეცედენტო მასშტაბით რძეზე იარლიყების გაკვრა, რომელზეც შენახვის ვადა იყო მითითებული. ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ იყო. შემდგომ კაპონემ ჩიკაგოს საბჭოში დაიწყო ლობირება კანონის, რომელიც ავალდებულებდა რძის ყველა მომწოდებელს. რძეზე გაეკრათ შენახვის ვადის იარლიყები, ბავშვებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იარლიყების გამკვრელი დანადგარი მხოლოდ კაპონეს ქარხანაში იყო. აქედან გამომდინარე კერძო მეწარმეები იძულებულნი იყვნენ უფასოდ ჩაებარებინათ რძე განგსტერის ქარხანაში. საბჭოთა სიგარეტის დიამეტრი იყო 7.62 მმ, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის კალიბრი. ეს ხუმრობა არ გეგონოთ. მთლიანი საბჭოთა წარმოება ისე იყო მოწყობილი, რომ ტოტალური ომის შემთხვევაში მას შეესლებოდა ვაზნების გამოშვება. $120,000 ღირდა 5 მეგაბაიტიანი ჩიპი, რომელიც რამდენიმე მეტრი იყო 1956 წელს. ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენჯერ გაიზარდა მეხსიერება სურათზე ხედავთ. 2014 წლის შემდეგ ხომ საერთოდ დაიხვეწა. ტერაბაიტებზე გადავალთ მალე. აკაში კაიკიოს ხიდი მსოფლიოში ყველაზე გრძელი და დაკიდული ხიდია, რომელიც მდებარეობს იაპონიაში. იგი ერთმანეთთან აერთებს ორ კუნძულს, კობეს და ავაძის. მისი სიგრძე 3 კილომეტრი და 911 მეტრია. აკაშის ხიდის მშენებლობა დაიწყო 1988 წელს და დასრულდა 1998 წელს. ის გაუძლებს 8.5 ბალიან მიწისძვრას. ამ ხიდის მშენებლობაში დაიხარჯა $5 მილიარდი. ყველასათვის ცნობილია, რომ იაკუძა იაპონური მაფიაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი საიდუმლო საზოგადოებაცაა. იაკუძას გამომხატველი ყველაზე ცნობილი ნიშანი ტატუებია, რომლებიც მისი წევრის ტანის 85-95%-ს ფარავს. სწორედ ეს ნახატები დეტალურად აღწერენ, როგორია ის ადამიანი, როგორ ოჯახშია და მისი მიღწევების მოკლე მიმოხილვაცაა დატანილი მათ სხეულზე. ამ საზოგადოებაშიც დაცულია იერარქია, მაგრამ კამორასა და ტრიადებისგან განსხვავებით აქ მხოლოდ მეთაურსა და დაქვემდებარებულს შორის ურთიერთობები არ არის. აქ ძმური ურთიერთობები სავალდებულოა. იაკუძას სისტემაში პატრიარქალური, ოჯახური დამოკიდებულებებია, რომლებსაც მაფიის კოდექსი განაგებს. ასევე საზოგადოებაში მიღებისას მომავალი წევრი უარს ამბობს თავის ნამდვილ მშობლებზე, საკუთარ მამად კი ოიაბუნს, ანუ უფროსს აღიარებს, ხოლო სხვა წევრებს უფროს ან უმცროს ძმებს უწოდებს. იაკუძას ძირითადი პრინციპებია: მებრძოლს არ ეშინია სიკვდილის, ეშინია სირცხვილის, უყვარს სამშობლო და ასე შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით 100,000-ზე მეტი ადამიანი მიეკუთვნება იაკუძას ოჯახს იაპონიაში. ამ CD-ROM-ს მეტი ინფორმაციის დატევა შეუძლია, ვიდრე მთელ ამ ფურცლებს, რომლებიც ჩემ ქვემოთაა. ბილ გეიტსი
1518 წელს ევროპას თავს დაატყდა ძალიან უცნაური ეპიდემია, რომელსაც მოცეკვავე ჭიერი უწოდეს. ყველაფერი სტრასბურგის ქუჩებში დაიწყო, სადაც მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე რაუტროფეა, რომელიც შეშლილივით ცეკვავდა რამდენიმე დღის განმავლობაში და მისი შეშერება ვერავინ შეძლო. პირველი კვირის მანძილზე ეს დაავადება 34 ადამიანს შეეყარა, ხოლო ერთი თვის თავზე ამ დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა 400 კაცს გაუტოლდა. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა. დაავადებული სრულიად მოულოდნელად იწყებდა შეშლილ როკვას და იქამდე ცეკვავდა, სანამ ორგანიზმის გამოფიტვისგან არ მოკვდებოდა. იგივე განმეორდა უფრო მოგვიანებით 1564 წელს ფლანდრიაში, ხოლო მცირე ეპიდემიური აფეთქებები მე-18 საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა ევროპაში. მეცნიერები დღესაც ვერ უძებნიან ვერანაირ მეცნიერულ ახსნას მოცეკვავე ჭირის ეპიდემიას. აინშტაინმა ფარდობითობის თეორიით დაბნეულ საზოგადოებას განუმარტა. შეყეთ ხელი ცხელ ღუმელში და 1 წუთი საათად მოგეჩვენებათ. დაჯექით ლამაზი ქალის გვერდით და საათი 1 წუთში გაივლის. სწორედ ეს არის ფარდობითობა. ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენი აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა. ყველაფრისაგან განდგომის, თვალნათლივ საჩვენებლად ცხოვრობდა ღვინის სარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. დიოგენე მსოფლიოს მოქალაქედ თვლიდა თავს. მისი ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებლად მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა. საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი 100. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო. ხოლო როცა დაინახა იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელის გულიდან, 100-იც გადააგდო. როდესაც 1199 წელს ჯონ უმიწაწყლო გამეფდა, მან მოაწყო უდიდესი საშობაო წვეულება: 760 ლიტრი ღვინო, 400 ხარი, 1000 მამალი, 1000 გველთევზა და 200 სალამურა შთანთქეს მისმა სტუმრებმა. ბევრ ადამიანს 21 საუკუნეში ვიკინგები ბინძურ და დაუბანელ ველურებად წარმოუდგენიან, თუმცა ეს სიამბილეს არ შეესაბამება. ვიკინგები საკმაოდ მოწესრიგებული ხალხი გახლდათ. მათ ნასახლარზე აღმოჩენილია ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც შუა საუკუნეების ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ შეხვდებოდა, მაგალითად სავარცხელი, საპარსი, სამართებელი და ყურის საწმენდი ჩხირებიც კი, რომელთაც ცხოველის ძვლისგან ამზადებდნენ. მათ ჰქონდათ სპეციალური დღე, ყოველი კვირის სამშაბათს, ლაუგარდაგურ, არ ვიცი რამდენად სწორად გამოვთქვა. ამ დღეს ყველა ვიკინგი ვალდებული იყო მოწესრიგებულიყო. ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ღვინოს მედიკამენტის სახით იყენებდა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ფაღარათი, ლეთარგია და ტკივილი მშობიარობისას. ანტიკურ ეგვიპტეში ინტელექტის წყაროდ გული მიიჩნეოდა და არა ტვინი. ეგვიპტელთა აზრით, ტვინს უბრალოდ თავის ამოვსების ფუნქცია ჰქონდა. ამის გამო მუმიფიცირებისას თავის ქალაქს მთლიანად ასუფთავებდნენ, გულს კი განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ. გერმანული დაზვერვა საბჭოთა ზურგში საერთო ჯამში წარმატებულად მოქმედებდა. გამონაკლისს მხოლოდ ლენინგრადის ფრონტი წარმოადგენდა. გერმანელები დიდი რაოდენობით აგენტებს აგზავნიდნენ ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში. აგენტებს ისინი ყველაფრით ამარაგებდნენ, საბჭოთა სტილის ტანსაცმლით, საცხოვრებელი მისამართით, დოკუმენტებით და ასე შემდეგ. მაგრამ დოკუმენტების შემოწმების დროს ყველა გერმანელ აგენტს აპატიმრებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები. გერმანელები მიხვდნენ, რომ მათ ხარვეზი დოკუმენტების დამზადების დროს დაუშვეს და მალე ქაღალდის, ფაქტურის და საღებავის შემადგენლობის შეცვლა დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ. წერა-კითხვის უცოდინარი ცენტრალურ აზიელი საბჭოთა ჯარისკაცებიც კი დოკუმენტებზე ერთი შეხედვით ხვდებოდნენ, ვინ იყო აგენტი და ვინ არა. გერმანელების შეცდომა მხოლოდ ერთ მარტივ რამეში მდგომარეობდა: მოგეხსენებათ, გერმანელები ხარისხიანი ერია და შესაბამისად დოკუმენტების დასამაგრებლად ეგრეთ წოდებულ სკრეპებს იყენებდნენ, უჟანგავი ხარისხიანი ფოლადისგან დამზადებულს. საბჭოთა მოქალაქეების დოკუმენტების სკრეპები კი ყველაზე უხარისხო დაჟანგული იყო. საბჭოთა ჯარისკაცებისთვის გერმანული სკრეპები ოქროსავით ბზინავდნენ და ისინიც წამებში შიფრავდნენ გერმანელ აგენტებს. ისტორიული დოკუმენტის თანახმად, მაღალხუსლიანი ფეხსაცმლის ტარება პირველად
მე-9 საუკუნეში დაიწყეს სპარსმა მშვილდოსნებმა. შესაბამისად, მაღალქუსლიანებს მხოლოდ მამაკაცები იყენებდნენ. კერძოდ მშვილდოსნები, რათა უკეთესად შეეკავებინათ თავი უზანგებზე. ქუსლი ასრულებდა საყრდენ მოწყობილობას ცხენის სიარულის დროს, რაც ხელს უწყობდა მშვილდის ეფექტურად გამოყენებას. სპარსი მშვილდოსნები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. მათი კულტურა ფართო ტერიტორიებს მოედო და მე-17 საუკუნეში ევროპაში არისტოკრატია სარგებლობდა მსგავსი სტილის ფეხსაცმლით, რაც უფრო მაღალ ტიტულს ატარებდა პიროვნება. მით უფრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეწვა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მამაკაცებში იყო ეს წესი გავრცელებული. მაღალი ქუსლები სპარსი მშვილდოსნებისთვის სათანადო პირობების შექმნას გულისხმობდა რამდენიმე საუკუნის წინათ. ახლა კი ქალებისთვის ტანისამოსის შემადგენელ ერთ-ერთ უმთავრეს და უსაყვარლეს ატრიბუტად იქცა. და დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და იქნება არხიც გამოიწეროთ. ნახვამდის.